მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, YouTube და Facebook მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად და დღეს ჩვენ სტუმრად ვიახლეთ ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანების ცხოველთა უფლებებისთვის დამფუძნებელი ქალბატონი მარინა ბერსენაძე კაციტაცი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ დავთანხმდით ინტერვიუზე და ასე ვთქვათ მოგვიწვიეთ თქვენთან სახე. გამარჯობა კონსტანტინე, შენ არ კარგ ადამიანებთან მე ინტერვიუ ყოველთვის მიხარია. პირველ რიგში მინდა საქმეზე გადავიდეთ და დაგისვათ ის კითხვა, თუ პირველ რიგში აღნიშნავ 6 აპრილს ჩვენ ვიმყოფებოდით ურჯანში, სადაც გადაგვხდა ასე ვთქვათ მრავალი საინტერესო მოვლენა, მრავალი პროვოკაციას მინდა აღნიშნო, რომ იყო პროვოკაციის ფაქტები, მოწყობის ფაქტები, რაც პოლიციამ და ჯერ თქვენ თავად, იმიტომ რომ რკინის ლედი ბრძანდებით ასე ვთქვათ და რკინის ნერვების პატრონი. თქვათ. და პირველი თქვენ ასე ვთქვათ განმუხტეთ სიტუაცია ასე თუ ისე, ხოლო შემდეგ უკვე საპატრულო პოლიციის დახმარებას გახდა საჭირო. ჩვენ ეს ყველაფერი გადავიღეთ. და პირველი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, რა შეიცვალა? კვირას ვიყავით ორშაბათიდან რა შეიცვალა? ზავრაშვილთან დაკავშირებით, ან გამოგეხმაურათ თუ არა რომელიმე ასე ვთქვათ სტრუქტურა, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან კახეთის პოლიციის დეპარტამენტი და თუ გამოგეხმაურათ რა ზომებს მიმართეს ასე ვთქვათ და რა იყო თქვენ რა მოთხოვნა დააფიქსირეთ ასე ვთქვათ მათთან საუბარში. კონსტანტინე, ჩემო კარგო, პირველ რიგში ვიტყვი რომ მე შევეხმიანე ყველას. ადგილზე იმყოფებოდა ადამიანი ბატონი ირაკლი, რომელმაც თქვა რომ შანშიაშვილი, რომ მე ვარ საკრებულოს ხელმძღვანელის ასე ვთქვათ თავმჯდომარის მრჩეველიო, რომელსაც გამარჯობა, რომელსაც მე ვურჩია და რომელმაც თქვა რომ ჩვენი იქ ჩასვლა და კონკრეტული პრეტენზიები რაც ქონდა გადაგვეტანა ასე ვთქვათ სადისკუსიო ფორმატში. მე მას დაურეკე მეორე დილასვე, ვთხოვე რომ დავუშვათ გაე არ მოეწესრიგა, უბრალოდ ეს საკითხი განიხილა იქ იმ ადამიანებთან, ვისაც ხელი წაფება ამ საკითხის მსჯელობის წამოწევა. და მითხრა რომ როგორც კი რაღაცა მოკლედ შეჯერდებოდა, ის აუცილებლად გვაცნობებდა. რა ვიცი, ხა საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ერთი კვირა ფაქტობრივად, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი მისგან არ არის. მე ვაპირებ კიდე შევეხმიანე. ასევე მე შევეხმიანე გურჯაანის პროკურატურას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ პრივატ, ჩვენ ახლიდან ბოდიში ხა ეს პრივატ ამოიღებ ალბათ ხო? ჩვენ შევეხმიანეთ ასევე, მე შევეხმიანე ასევე გურჯაანის პროკურატურას, სადაც რიცხვში დამიბარეს და ჩავედი. ჩვენ ვილაპარაკეთ იმ მთელ რიგ პრეტენზიებზე და ფაქტობრივად სისხლის სამართლებრივ საკითხებზე, რაც უნდა გურჯაანის პროკურატურამ შეისწავლოს და მითხრეს, რომ გამომძიებელი მე ფაქტობრივად არა ვარ დაკითხული, ამიტომ გამომძიებელი არის ბიულეტინზეო, ალბათ ავად იყო. და როგორც კი გამოვიდოდა, სავარაუდოდ, ისიც და შემეხმიანება. მე სადღაც ვარაუდობ, რომ ეს მოხდება ალბათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულების შემდეგ. ასევე მე ჩემი თხოვნითა და ასე ვთქვათ შეჯერებით მე თემური ლაჭყეპიანმა და კოკამ გადავაგზავნეთ ჯახუტაშვილმა წერილი, რომელიც გავასაჯაროვეთ, სადაც მანამ სანამ კანონი რაღაცა ზოგად ჩარჩოს და არეგულირებს ასე ვთქვათ, ქმედების მუნიციპალიტეტებს განუსაზღვრავს, ჩვენ გადავაგზავნეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, უბრალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის სახელზე, ბატონი დავით სონღოლაშვილის სახელზე, წერილი დარეგისტრირდა, ეს დაგვიდასტურა, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სადაც მთელი რიგი დამატებითი ბერკეტები, რაც შეუძლია რომ სურსათმა კონკრეტული ეგრეთ წოდებული მუნიციპალური თავშესაფრების, არ არის თავშესაფარი, მაგრამ მე ესე მოვიხსენიებ კასაციის ცენტრების გადამოწმებისას მათ ჰქონდათ დამატებითი ბერკეტი. ეს არის კამერით გადაღება, ჟურნალი აღარ იყოს და ელექტრონულად წარმოებდეს ეს ყველაფერი და დახურული იყოს ყველა გვერდი, რომ იქ ვერავინ მერე თავის ხელი რაც უნდა ჩაამატებს, ამოაკლებს და ასე ვთქვათ, ამოხევს და გადააგდებს არ იყოს, რომ თითოეული ცუგა მიკვლევადი იყოს, რომ მოკლედ იქ ჩამონათვალი გვაქვს ყველაფერი, რაც ასევე გადაიგზავნა. ასევე მე გადავაგზავნე ვთხოვე ზარი განმახორციელის სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელხაზე და გარემოს დაცვის ხელხაზე და მოვითხოვე პირველ რიგში გადამოწმება იმ ვეტერინარული კლინიკის, რომელიც ამ ინტერგამტარი ორგანიზაციის თუ რაც ქვია, მოკლედ კანტორას ვეძახი ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, თავშად რა წამლებით ხდება, აქვს თუ არა აღრიცხვიანობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოვითხოვე მორიგი ინსპექტირება
და ასევე მოვითხოვე იმ კრემატორიუმის ინსპექტირება, რომელიც ფაქტობრივად არ იყო ოფიციალურად, ანუ უკანონოდ აქ მოწყობილი, რის გამოც ზავრაშვილი არაერთხელ დაჯარიმდა და მე დღე-დღეზე ველოდები შეტყობინებას. რა მოხდა ამასთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, თემურიც აპირებს სხვა კუთხით ინსპექტირება განახორციელოს ამ თავშესაფარში და მე პირადად ძალიან ხშირად ვგეგმავ, რომ თვეში ერთხელ მაინც ინსპექტირება შეუშვა, იმიტომ რაც ჩემს ხელს არის, ასე ვთქვათ, აი ამ კუთხით მოვახდინო აქ საცოდავი ძაღლების, ასე ვთქვათ, კონტროლი და არა მარტო ძაღლების, არამედ რეალურად ტერიტორიაზე რა ხდება. ასევე ჩვენ ვაპირებთ კოკასთან შეთანხმებით ახალი საჩივრის შეტანას გენერალურ პროკურორის სახელზე, სადაც ცოფის რეგულაცია, ცოფის ეგრეთ წოდებული ვითომ რომ ცოფი იყო შარშან მოგეხსენებათ, ორი დადასტურებული შემთხვევა იყო და ზავრაშვილმა 150-მდე ძაღლი და საუბარში ქეთასაც უძებს ხვიჩია და მეც დამიდასტურა. მთავარმა ვეტერინარმა გელაქვია თორცები სამწუხაროდ მე ვერ ჩავიწერე მაშინ, მაგრამ დადასტურებულად დამიდასტურა 30 ძაღლზე მეტი დააძინა. და ასევე არაერთხელ ვთქვი, რომ როცა მე მას ვკითხე, რომ დადასტურებული რის საფუძველზეა გადააგზავნეთ ნიმუშები და მიიღეთ პასუხები, მეთქი, მან პასუხი მე ასეთი გამცა კი კაცო, არა, არ გადამიგზავნია, პირდაპირ დავაძინეო და გავანადგურეო, ასე ვთქვა და ამაზე ნუ მე ისეთი ისტერიკა დამემართა ტელეფონზე, რომ არ ვიცი კი, მაგრამ ახლოს რომ ყოლოდა, არ ვიცი საკუთარ თავზე ალბათ პასუხს ვერ ვაგებთ. აქ ხო მარტო ცხოველის და ცუგას პასუხისგებლობა არ დადგა ხო და მათი ბედი და სიცოცხლე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურად საფრთხე შეექმნა მათი იმ გადმოსახედით ადამიანებს, ხო, იმიტომ რომ თუკი 30 დადასტურებული შემთხვევა, რაც კატასტროფა ადამიანებო მსგავსი არ შეიძლება ქვეყანაში ხდებოდეს 30 ერთკერა დადასტურებული ცოფისა, ანუ უამრავი ადამიანი დადგებოდა საფრთხის ქვეშ, ხო, იმიტომ რომ მთელი მოკვლევა ტარდება, სულთნის ეროვნული ერთვება და ნუ რა ვიცი, ბავშვი და რამდენი დადორბლა და რადიუსები და რეალურად ეს იყო არაფერი, ტყვილი, ორი დადასტურდა მე გადავამოწმე სულთნის ეროვნულში ბატონ გაგასთან, რომელმაც ასევე დამიდასტურა, რომ სულ 3 ნიმუში იყო გადმოგზავნილი და აქედან კერიდან 2 და 1 რაღაცა სხვა იმიდან და 2 დამიდასტურდაო. და მე გააკეთა სურსათმა მოგეხსენება კონსტანტინე განცხადება, რომ ნამდვილად 2 დადასტურებული იყო, ჩაატარეს ყველა პრევენციული ოპერაცია და მანამდე იყო, ხო, ძაღლები იქ ტერიტორიაზე, სანამ ესენი ვითომ კანად მოკლეთ, ეს იყო საუკეთესო საშუალება ლეგალურად გაენადგურებინა ძაღლები, თუმცა არ გამოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით, აი ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, რასაც გელა ადასტურებს და ჩემთან საუბარშიც დაადასტურა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ასევე დედოფლის წყაროში გამქრალ სუგასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაპირებთ, რომ ახლიდან შევიტანოთ გენერალურ პროკურატურაში. ეხლა ჩემი რეკომენდაცია არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩვენ ჩავედით ამ ხელა გზაზე, ხო? ჯერ მანამდეაც გაგვიკეთეს, რომ ჩვენ ვითომ პროვოკატორები ვიყავით და ეხლა რა ვაი კამპანია აწარმოებდა გეგეჩკორმა და ასე შემდეგ და იქ ეხლა ვინ მოგვისციეს და რეები იყო პატარა ბავშვები, რომ ნუ ეს ამაზე უბრალოდ არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მე გადაღებული მაქვს ეს კადრი, რომ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო, ეს თავისთავად რომ მე ფულს ვიღებ, მე არაერთხელ საჯაროდ განვაცხადე, უყურეთ, ნებისმიერ ჩემი ანგარიში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანის წინაშე თანახმავარ საჯაროდ გამოვითხოვო და საჯაროდ უყურეთ, მე კი არ წარმოვადგინო, მარტო საჯარო გამოთხოვნა გავაკეთოთ, რომ ნახოთ, აბა ერთი თეთრი მაინც თუ სადმე ვინმე მირიცხავს, მაგრამ უყურეთ, ესეც მინდა განვაცხადო, რომ ფულის შოვნა კეთილსინდისიერად და საქმის კეთება არ მგონია რომ ვინმესთვის დანაშაული იყოს. თუკი რომელიმე ადამიანი ფულს შოულობს გამარჯობა შულო, მაგრამ იმ საქმეს აკეთებს, რაც თავის თავზე პასუხისმგებლობა გაღებული, მე ამაში პანაციას ვერ ვხედავ. თუმცა სრული პასუხისმგებლობის ვაცხადებ, რომ არც ერთი თეთრი არასოდეს ამ სფეროში არ მიშოვია. თუმცა არავის სამართლებელი არ მაქვს, უბრალოდ ამ ქალბატონს პასუხობ, ვინც ძალიან ხელახებით კამერების წინ არაერთხელ დაადასტურა, რამდენს გადამიხდითო, ანუ ჩვენ ფულს გვიხდიან. და თქვა დიახ, ფულს გიხდიანო. მე მზადა ვარ ნებისმიერი ჩემი ანგარიში იყოს გამოთხოვნილი და ვნახოთ აბა მერიცხება თუ არა რაიმე შავად და გინდა თეთრად. ნუ ეხლა ეს არის სრული აბსურდი. ამაზე ხა კომენტარის გაკეთებაც უკვე მეცინება, იმიტომ რომ ნერვულობის მეტი არაფერი ამ სფეროში არ გამაჩნია, ერთადერთი რაც მინდა რომ ჰუმანური წესით ქუჩაში მივიღოთ სხვა რეალობა და აღარ იყოს უაზრო გამრავლება და სხვა შორის აი გამრავლებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ ეხლა თემურთანაც ვისაუბრე, ეხლა ვსაუბრობ მათთან, იმიტომ რომ ისინი იურისტები არიან და შესაბამისად იურიდიულად მე რახან არა ვარ არაერთხელ მithქვამს, მე მინდა რომ გამართული წინადადებები და ასე ვთქვათ ინიციატივები იყოს შეტანილი და არ იყოს რაღაცა დილეტანტურ დონეზე, სადაც ვთქვი რომ 5 წლით
ვითხოვრო ზოგადად აიგრძალოს ცხოველების გამრავლება. ეგ რაღაცა თემურის წინადადება იყო, რომ გარდა მეტისების, ანუ მეტისში არ იგულისხმება ქუჩაში მყოფი მეტისები, ანუ მეტისი ის ძაღლი ჯიშიანიძე, თუმცა არ მიყვარს ამ სიტყვის თქვა, ჩემთვის ძაღლი ყველა ჯიშიანია, მაგრამ ნუ როგორც არის სამწუხარო დღეს საზოგადოება და სოფლიო ასე კლასიფიკაციას აკეთებს იმ ჯიშიანი ძაღლების, რომლებსაც არ აქვთ მათი ჯიშის დამადასტურებელი გენეალოგიური საბუთი. ესენი სითვლებიან მეტისებად, ხო, მაგალითად კოკერი ან მისი მეტისი, რომ მსგავსი ძაღლების აკრძალვა სანამ კანონი საბოლოო ჯამში მთლიანი ჩარჩოთი, ჰუმანური კანონი წამოგვეწევა, უგეღრისება იმედი ავდესღაც, აი მანამდე რომ ეს რაღაცა პატარ-პატარა რეგულაციებით ვუშველოთ ამ სფეროს, იმიტომ რომ პატარა რეგულაციები ფაქტობრივად არის კანონისთვის გამზადებული სუფრა უკვე, რომ რაღაცები არ აღმოჩნდეს, რომ ვაიმე ერთ დღეში ვერ გადაწყდა, ხო? ანუ თითო პატარა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური და ყველანაირი მართვის ამ უმძიმესი პრობლემის. ასევე ხვალ გვაქვს პირველ საათზე კოკასთან იმედია კონსტანტინე მოხვალ და დიდი იმედი მაქვს შეხვედრა. დღეს მე ამას დავაანონსებ, ეს იყო კოკას წინადადება და ჩემი თხოვნა და დავემთხვიეთ ამ წინადადებაში, სადაც ჩვენ სამოქმედო გეგმებზე რა გვინდა, რაზე ვლაპარაკობთ, რა გავაკეთეთ, რა ნაბიჯებს ვთქვათ, ასე ვთქვათ და რა უნდა გააკეთოს, ასე ვთქვათ, ადამიანებმა, ვისაც ცხოველები აწუხებთ, არა მარტო ცხოველი აწუხებთ, ზოგადად რაც ქვეყანაში ხდება, ამ თემასთან დაკავშირებით აწუხებთ, როგორ უნდა იქცეოდნენ. ასევე ჩვენ შევიტანეთ, მინდა ერთი წლის წინა გვაქვს შეტანილი საბუთი უბრალოდ ინიციატივა, სუსტად ვიცოდით, რომ პასუხი არ გაგვეცემოდა, მაგრამ წინსრებით შევიტანეთ, რომ რაღაცა ნიადაგი მოგვემზადებინა, სადაც მხარედ არ განვიხილებით ცივილურ ქვეყნებში, რომლებმაც ეს ეტაპები უკვე გაიარეს, როდესაც ჩვენ კონკრეტულ შეტყობინებას ვაკეთებთ, მაგალითად, ძაღლზე მოხდა ძალადობა. ამ შემთხვევაში შემტყობინებელი მხარე, ცხოველთა უფლების დამცველი იქნება თუ მოყვარული ხდება მხარე. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ გვინდა რომ ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ წამოვწიოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება. ვინაიდან ცხოველს არ აქვს თავის ლაპარაკო ვერ დაიცავს თავს, ხო? ასე ვთქვათ, გავხდეთ მათი უფლება მონაცვლეები და გავხდეთ მხარე კონკრეტულ დანაშაულებში, რომ ჩვენ გქონდეს ცნობა გამოძიებასთან, თუნდაც რა ჩატარდა, როგორ ჩატარდა, მაიკო გამარჯობა. რა ჩატარდა, როგორ ჩატარდა თუ არა სახელმწიფოს მიერ გადადგმულია თუ არა ნაბიჯები, მოხდა თუ არა კანონით გათვალისწინებული სხვა ქმედებები იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არ ვიცით რა ხდება. არა ვართ მხარე. და პირდაპირ გონებია, რომ იცით რა ხართ მხარე და არავალ თვალდებულები ჩაიხედო. ამ დროს რა თქმა უნდა ჩვენ თუ არ ჩავიხედეთ, მაშინ როგორ ვუზრუნველყოთ ის რამდენად სწორად იყო გაკეთებული ყველაფერი. ლოგიკურია, ესეც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი. ეხლა რაც შეეხება ზავრაშვილის თემა, არ შემიძლია არ შევაჯერო, კაცი ფაქტობრივად გამოიქცა თბილისში. ეხლა არ ვიცი, შეიძლება არც იყო თბილისში და უბრალოდ მიშამს არ უპასუხა და მე კოკამ დარეკა და კოკასთან საუბარში ესე განაცხადა. იმიტომ რომ ბიჭებმა და ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოსულიყო ადგილზე და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გველაპარაკა, ის მხდალი ადამიანებით არ მერიდება ამის თქმა. ჩირკში მართალი ადამიანი არ იმალება. უყურეთ, თუ მართალი ხარ, ჩემი და ფულის კეთების არ იყოს, ნებისმიერ კამერის წინ, საჯაროდ თანახმავარ ნებისმიერ უწყებას ფინანსურიდან დაწყებული ვუპასუხო და ნებისმიერ უწყებას უთხრა, რომ აი საჯაროდ ილაპარაკეთ ჩემს დაუშვათ ბექგრაუნდზე, ვინა ვარ, რა ვარ და რა მიკეთებია და ზოგადად რაც წარმოვადგენ, ხო? კაცი არის საჯარო მოხელე და ფაქტობრივად დაიმალა. არ შემოვიდა. ძიმაო მოადგილე და ბატონ ძიმასგან ძალიან მიყურს, იმიტომ რომ ძალიან მეგობრული ურთიერთობები მქონდა, სათანამშრომლო ურთიერთობებს ვამბობ ხოლმე ხა ძიმა მე სხვანაირად ბატონ ძიმა ჩემთვის ხა ძმაკაცი და ოჯახის წევრი არ ყოფილა და ისიცო კვირადღია და საჯარო მოხელისთვის ესეთი რაღაცეები გაკოცე კატენე, ესეთი რაღაცეები საჯარო მოხელისთვის ესეთი რაღაცეები არ უნდა იყოს. კვირადღე იქნება თუ ცხრაშაბათი, როცა სავალდებულოა და საჭიროა უნდა იყვნენ თავის მოწოდების სიმაღლეზე და იმალება ის ადამიანი, ვისაც არ აქვს სუფთა რეპუტაცია და არ არის მზად კონკრეტულ კითხვებს გასცეს საჯაროდ პასუხი. იმიტომ მან იცოდა, რომ მე ეს გაცხადდებოდა და მეორე, სამაგიეროდ მან ძალიან კარგად გააკეთა, რომ მერის თანამშრომლები იქ სრულად შემთხვევით ტელევიზორის საყიდლად აღმოჩნდნენ. პატარა ბავშვები 14 წლის, რომლებიც სიგარეტებით ხელში რატო იწყდნენ ეს პატარები 9 ჯერ მივედი მოვეფერე. წესით პოლიცია, რომელმაც პატარა კონფლიქტი მოხდა იქ იცით და ზურგები შეატრიალეს და მე ვიჩივლე 126-ში და მოვითხოვე რომ ამოიღეთ კამერები მიმდებარე ტერიტორიის რომ მე ვითხოვდი პოლიციის დახმარებას რომ განემოხდა სიტუაცია და ზურგი შეგვაქციეს. საბადრულო პოლიცია ხა მე ბრიგადა რომელიც მოვიდა ნამდვილად კაი ბიჭები იყვნენ, მადლობა დაუფიქსირე, მაგრამ სანამ გენერალურში არ გავაკეთე განცხადება რომ ერთი ამბავი გვაქვს და საპატრულო არ გვეკარება, მეთქი ადგილზე საპატრულო არ მოვიდა. მოკლედ კახეთში
რაც მე მინდა აღნიშნო პოლიციის შენობის წინ ვიყავი. წინ, ხო, ეზოში შევედი მე, კონსტანტინე და ვითხოვდი ოპერთანამშრომლები იდგნენ იქა. ერთ-ერთი მოადგილეა ვიცანი თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში ის კაცი ჩემთვის უცხო არ არის, თუ გამომძიები და არც ერთმა ეს ზურგებით იდგნენ, ხალხო. რამ დაგაშინათ, რამ შეგაშინათ, ეს სახელმწიფო თქვენი არ არის? განარას ვითხოვთ ეხა ასეც ის რომ იყოს სამართლებრივი და ჰუმანური და ლუსტრირებული მართვა. თავშესაფრის და არ იყოს იქ თავში ჩაგარტყი და შეგაგდე და გადაგიარე და სასწაულები ვაკეთე ხო? რა არის ხა ამაში არალეგიტიმური ან სად გამოიხატა ჩვენი ჩარჩოდან გასვლა? სად გამოიხატა რომ ჩვენ პროვოკაცია იქით მოგვიწყეს რომ ჩავედით? და მაქსიმალურად აი არ ვიცი მასავით სააკაზესავით ხმალი მეჭირა ხელში რომ რაიმე პატარა გადაცდომა არ მომხდარიყო ხო? ფაქტობრივად ნემსის წვეთ ანის წვერზე ვიარ გვატარეს. რატო უნდა იყოს? მე ველოდები რომ კახეთის თემა არ დამთავრებულა. არავის არ ეგონოს რომ კახეთის თემა ესე მარტივად დამთავრდება. არ დამთავრდება კიდევ ბრძოლის გაგრძელება. აუცილებლად ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ არა ვაგრძელებთ. ეხლა უბრალოდ სამართლებრივ ჭრაში გადავიტანეთ. მე ორშაბათს შევეხმიანები აუცილებლად ბატონი ირაკლის და ვეტყვი აქ თუ არა მათ საუბრის სურვილი იმ ადამიანებთან ვისაც ლეგიტიმური პრეტენზიები გვაქვს, ასევე სამართლებრივი კუთხითაც დამატებით კიდე შეგვაქვს როგორც გითხარით მოთხოვნები, ასევე არ გამოვლინცხავროთ თბილისში გავაკეთოთ უკვე აქცია. მე არ მინდა უყურეთ, მე არასოდეს ვცდილობ არ გავაკეთო რადიკალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ზავრაშვილი გადადგეს. ჩემთვის ესეთი განცხადებები საჯარო ჩარჩოს ცდება, იმიტომ რომ ზავრაშვილის გადაყენების ლეგიტიმაცია აქვს შესაბამის სამსახურებს, ხო? მე არა ვარ მისი ზემაკონტროლებელი, თუმცა მე ვარ ხალხი, ასე ვთქვათ, ვინც უნდა აკონტროლებდეს საჯარო მოხელის ურთიერთობას, ქმედებას, მაგრამ ის ახლა მე დავდგე და ვიყვი რომ ზავრაშვილი გადადგეს. ეს ჩემთვის ცოტა პოლიტიკური სტილის განცხადებაა, თუმცა რეკომენდაციას გავცემ, რომ ესეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ მსგავსი ორგანიზაციების დირექტორები. არავითარ შემთხვევაში პროფილის შესაბამისი უნდა გააჩნდეთ, ჰუმანურობაც მეტი უნდა გქონდეთ, როგორც საჯალო მოხელებიც უფრო მეტად გახსნილები უნდა იყვნენ საჯარო სექტორთან, ასევე თვითონ როგორც მამაკაცები უნდა იყვნენ მეტად უფრო ვაჟკაცები და არ იმალებოდნენ ჩირქვსიქით, ცოტა უხერხულია, ხო? როგორი ლეგიტიმური და ესეთი მწვავე კითხვაც არ უნდა დაგისვან, შემზად უნდა იყოს საჯარო მოხელი როცა ხარ, თუნდაც ის აღიარო რომ ხო იყო გადაცდომები და არის. ეს უფრო ვაჟკაცური ურთიერთობებია და საქმეზე ორიენტირებული, მაგრამ ხა კაცი სადაც გაკიოდა ტელეფონში რომ სახელმწიფო მე ვარ და უნდა ვთქვა ბოდიშვიხთი და ფეხები მომჭამეთო, ხა მეტი აი ძალიან დიდ ბოდიშვიხთი ესეთი კონტექსტით მე ყოველთვის ვერიდები ლაპარაკს და ხა ნამდვილად უხერხულია. ადამიანს რომელსაც ტახტრევანი უდგას და გონია რომ მისი სკამი და მისი ეს ტახტი შეურყეველია, ხა იმ ადამიანთან მე რეკომენდაციას ვაძლევთ რომ უბრალოდ წავიდეს. იმიტომ რომ აუცილებლად დამთავრდება. არ არსებობს, მარადიული არაფერი არ არსებობს, რომ ერთადერთი რაც ამაში ძალიან მტკივა, რომ უამრავ ცუგას და უამრავ ცოცხალ არსებას მოექცა ძალიან ცუდად და უკვე უყურეთ ერთი ადამიანი იძახდა რომ აი სადა გაქვთ ფაქტი, მეტი ფაქტი რა გვინდა, სად არის დედოფლის წყაროს ძაღლი? მე პოლიციიდან მაქვს ოფიციალური საბუთი გასაჯაროვებელი და ასევე შენახული, სადაც ზავრაშვილი ადასტურებს ძაღლის აყვანას, საფუძველი არის თითის გაშვერა მერიის თანამშრომლის დედის. მე ადასტურებს რომ მასთან იყო დაკვირვებაზე, მე ადასტურებს რომ მე გავუშვიო და დამადასტურებას რო ვითხოვთ არაფერი არ აქვს, ანუ ჩვენ საჯარო მოხელებს სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ну არ ვიცი ხა ეს თუ ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურია, უბრალოდ სახელმწიფოში ქვეყანას რას ვერჩი, მე არ შემიძლია ასე ცხოვრება. მე მინდა რომ ქვეყანაში იყოს ქართული დემოკრატიულ ინსტიტუციებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ასე რომ ბრძოლა არ გაგვიჩერებია პირიქით, ეხა შედის ყველაზე ისეთ ფაზაში. ერთი ფაქტის მინდა ვახსენო, რომელიც გუშინ წინ და გუშინ გავრცელდა, მაგრამ ის ძაღლი ღმერთმა გადაარჩინა, წამოიყვანეს. პოლიციელთან დაკავშირებით. აი როგორ აი ვინმე ბაჩო წურწუმიას კი ბატონო, კი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. მე ეგრევე ორ წამში შემომდის ხოლმე, როგორც კი რაიმე ინფორმაცია, ორ წამში ეგრევე პირად მესენჯერში ასე ვთქვათ, ჩემო მივიდა ინფორმაცია. მე ეგრევე გადავრეკე ну მე რაღაცა ცოტა ჩემთვის გაუგებარი რაღაცები განვითარდა, ვიღაცა ჩავიდა, ვიღაცამ ვერ წამოიყვანა და ასე დროს მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ არ ჩავერიო ცხოველთა მოყვარულებისა და უფლებადამცველების საქმეში, იმიტომ რომ მე ყოველთვის სამართლებრივი მხარე მაინტერესებს, სამართლებრივად დაუშვათ რამდენად გამართულია. მე მეორე დღეს რახან ამას მოყვა მთელი რიგი საკითხები,
მთელი რიგი საკითხები. გამარჯობა. აქედან გამომდინარე მე როგორ არა, აქედან მთელი რიგი ისევ ჩამიგდეს, რომ მოკლედ გავუკე ისევ დადო ამ ადამიანმა TikTok-ზე ძაღლი მომეცით და რაღაც იურიდიული დიპლომები გამოდო და რაღაცები, რაც ჩემთვის მისი ქცევა ყოველგვარი ჩარჩოდან გასულია. მე დაუკავშირდი პოლიციას, ჩხოროწყუა თუ არ ვწდები, ჩხოროწყუის პოლიციას და დამიკავშირდა იქიდან ოპერ თანამშრომელი, ირაკლი ვარო, მე ნომერი მაქვს. და მე მას ვუთხარი, რომ ხელწერილით გააფრთხილეთ ეს ადამიანი და ოგზალეთ გზავსი ქმედება. შემდგომ შემთხვევაში მე ვუთხარი, მე უკვე მას უჩივლებ და მითხრეს, რომ კი ამას გავაკეთებთ. უყურე კონსტანტინე, εν რაოდენობის ადამიანია ჩარეული. და იცით, აი ხანდახან ესეთი რამე ხდება ხოლმე, რომ როდესაც ჩავერევი, მე უთქვამთ ჩემთვის, რომ აი ჩვენ უკვე ჩავერიეთ, შენ რატო ჩაერია? მე არ მინდა რომ რაღაცაში დავასწრო, იმიტომ რომ მე არ მჭირდება ეს არც პიარისთვის და არც კროსისთვის. თუ საჭიროებაა ჩემი ჩარევის და სამართლებრივად ამაზე ასე ვთქვათ გამართვა მე ყოველთვის ვერევი. თუ იქ სხვა ადამიანებიც ერევიან, რომლებსაც აბსოლუტურად შეუულიათ იგივე გააკეთონ, მე ასეთ შემთხვევაში კონტროლზე ვდგები, არ ვდუნდები ასე ვთქვათ და ყურს იქით არ ვატარებ. თუმცა რა თქმა უნდა მე ამას ვაკონტროლებ. მე ერთხელ უკვე გადავამოწმებინე. არ გამორიცხავ რომ გავაკეთო იგივე. აქვე მინდა ვთქვა რომ პოლიციელმა ვინც ესროლა ძაღლს ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გადავაგზავნეთ ვინაიდან მხარე არა ვარ დეტალებს არ გვანახებენ, თუმცა ჩვენ გადავაგზავნეთ ასევე დააფიქსირა, მიიღო ასე ვთქვათ ეს საბუთი ჩვენი მოთხოვნა პროკურატურამ, სადაც ასევე მოვითხოვეთ, რომ გაგვაგებინეთ საერთოდ ამასთან დაკავშირებით რა სამართლებრივი ნაბიჯები იყო გადადგმული. ასე რომ სადაც ჩვენ ხელგვეწაფება ყველგან რაც შეგვიძლია ვწვდებით, თუმცა ვიტყვი რომ თუ ზოგადად ამასთან დამოკიდებულებაში კანონი არ მივიღეთ, თუ ზოგადად თავი არ მოტრიალდა და ძალიან კაცრად არ დაიწყო ცხოველების თემის გაკონტროლება, ოღონდ არა ცხოველების ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ პოვებ, ანუ არსებების არამედ ადამიანს არ შეეზღუდა ბევრი რაღაცა და ადამიანი არ ჩავარჯინეთ კანონიერ ჩარჩოში, ჩვენ ამ პრობლემას ვერასოდეს ვერ მოვაგვარებთ. ვერასოდეს. და ბოლო კითხვა, ანუ რა არის თქვენი სამომავლო, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, ასე ვთქვა და რას მოკლედ ჩემ თავთან ჩავთვლი, რას ვაპირებთ მომავალში? მომავალში ჩვენ ვაპირებთ სანამ ესეთ სიტუაცია იგივე გზით გავაგრძელოთ სვლა. მე არაერთხელ მithქვამს, ვიცი რომ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას ჩემი საყვარელი ქვეყანა და ჩემი სახელმწიფო და ჩვენ არა მარტო ცხოველების დონეზე, ძალიან ბევრ დონეზე გვაქვს რაღაცები დასალაგებელი და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავალაგებთ, რომ პურიმ გამოაცხოს და ინგლისური სპეციალისტმა ასწავლოს, ასე ვთქვათ. და ამას აუცილებლად დავალაგებთ, კულტურულად დავალაგებთ, ისე რომ ქართველს არ შეჭამს მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსისა და ასე ვთქვათ გემოვნებისა. და ერთ-ერთ საკვანძო საკითხად ჩემთვის რჩება აი სწორედ ეს ცხოველების თემა. მე მაქვს ჩემი უფლებები და თუ ახლოს მომავალში მე ვთქვი კანონთან დაკავშირებით რაღაცა ჩარჩო არ გამოიკვეთება და არ დავიწყებთ ზოგადი კანონის, ჰუმანური კანონის, რომელიც ჰუმანურ მართვაზე იქნება აგებული, რომ დროთა განმავლობაში ეს რეალობა ჰუმანურად შევცვალოთ. იმ რეალობით, რაც პირველ რიგში ადამიანს დააწყნარებს და მე რა თქმა უნდა გაუბედურებულ ცხოველებს, მაშინ მე ჩემი უფლებებით დავიწყებ ბრძოლას. აუცილებლად, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, მოვეშვათ არასამთავრობოს და მოვეშვათ ცხოველების უფლებების დამცველობას. ადამიანი, რომელიც ამ რეალობაში, სადაც ამდენი გაუბედურებული ძაღლია, უბრალოდ ვერ ცხოვრობს. მე არ შემიძლია ასე ცხოვრება. მე არ მაქვს თმენის ვალდებულება. ქართულის სახელმწიფოს არ აქვს მორალური უფლება, მე მათმენინოს ეს რეალობა, რა რეალობასაც ვითმენ წლებია. შესაბამისად იმედი მაქვს, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ აქეთკენ გადავდგავთ ჰუმანურ ნაბიჯებს თუ არა და დავბრუნდები ისევ იმ სათავეებთან, საიდანაც დავიწყებ აქციებს და მოთხოვნას, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ ჰუმანური კანონი, რომელიც ერთხელ სამუდამოდ ამ პრობლემას ნათელს მოფენს და რაღაცა დაალაგდება და რაღაცა დაწყნარდება. და 2 სიტყვა ხვალინდელი შეხვედრის შესახებ. ხვალინდელი შეხვედრაზე ხა მე გავაკეთებ განცხადებას ვიწვევთ ყველა ცხოველის მოყვარულს. გნებავთ არ იყოს ცხოველის მოყვარული და დამცველი, სადაც რაღაცა კონკრეტულ მონახაზზე და გეგმებზე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ჩვენი ერთიანობა, რაც მე ამ სფეროში შემოვიდი, სულ ამას გავგივი ვარ. შეიძლება არ მოგწონდეს ჩემი თვალი, შეიძლება არ მოგწონდეს ჩემი რაღაცა პოზიცია კონკრეტული საკითხის მიმართ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ერთი საკვანძო პოზიცია, რაც არის რომ ცხოველები ქუჩაში არ უნდა იყვნენ ამ უბედურ მდგომარეობაში, მათი ჰუმანური მართვა უნდა დაიწყოს და ძალადობა უნდა იყოს დასჯილი. ხო, ასევე 5-დან
გამარჯობა გიგი 5-დან 10 წლამდე ვითხოვე ხამე. უყურეთ მე უკვე შევიტანე, სადაც პირდაპირ ვითხოვ რომ ეს იყოს არა 4 წლამდე დასჯადი, არამედ 5-დან 10 წლამდე. 6 წელი მაინც რომ გახდეს მძიმე დანაშაული იმისათვის რომ არა მარტო კონკრეტულად დანაშაულის ჩამდენი პირი არამედ ყველა ეს ადამიანი, ვინც იღებს, ვინც იცის, ვინც ხელს უწყობს, ყველა ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომ მინიმუმამდე დავიტანო ცხოველებზე ძალადობის საკითხი, იმიტომ რომ მე საზოგადოებას მინდა დავუსვა კითხვა. ადამიანი, რომელსაც შეუძლია იძალადოს, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცოცხალ არსებას ატკინოს, რომელსაც ისევე ტკივა, ისევე განიცდის, ისეთივე ნერვული დაბოლოებები აქვს, როგორც აქვს ჩვეულებრივად ადამიანს, ხო, განსხვავებით ადამიანისგან არ საუბრობს და ყველა არსება ღმერთისგან შექმნილია. ესეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მსგავსი ძალადობა ჩაიდინოს, არის თუ არა საზოგადოებისთვის საშიში და არის თუ არა აუცილებლად მისი ფსიქიკას არკვევი პირველ რიგში და მე არის თუ არა კანონით შესაბამის ჩარჩოებში ჩასაჯენი. ამიტომ ხშირად მესმის ესეთი რამ, რომ უიმე თქვენ ადამიანები არ გიყვართ, ადამიანი რო ზეგვიყვარს და ჩვენი ქვეყანა რო ზეგვიყვარს და ადამიანის უზენაესობა რო ვიცით, ის ფუნქცია რაც ღმერთმა ადამიანს დააკისრა, ამიტომ ვიბრძვით ამ საკითხების მოსაგვარებლად. თუ დანარჩენი არაფერი გარდა ნერვიულობისა ჩვენ ამ თემაში არ გვაქვს. და ერთსაც ვიტყვი და ისევე ვეხმარებით ადამიანებს, როცა მათ რამე ჭირდებათ, როგორც ვიღაცების გადასახედიდან ვეხმარებით ცხოველებს. არ შეიძლება იბრძოდე სულიერი არსებების გადასარჩენად და ადამიანი არ გიყვარდეს ზე. და ვისაც არ უყვარს ცოცხალი არსებები ღმერთისგან შექმნილი, იმას პირველ რიგში არ უყვარს ადამიანი რა. ეს არის ჩემი პოზიცია და რა ვიცი, მაინც მგონია რომ ოდესღაც და მალე ეს საკითხები მოგვარდება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარინა ინტერვიუსთვის და მოწვევისთვის. მადლობა ჩემო კარგო, მადლობა შენ. მადლობა შენ ძალიან დიდი. იმისთვის რომ არ გეზარება და ესეთ თემებს ესე ასე ვთქვათ, აქცევ ყურადღებას, თქვენი მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ საზოგადოებრივი შეგნება და თვითშეგნება იმისა და რა დაკვეთას, როცა საზოგადოებრივი თვითშეგნება იზრდება და დაკვეთა მოდის, სახელმწიფოც იძულებული ხდება, მერე უფრო მეტად მოატრიალოს თავისი თავი კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად. მადლობა შენ ძალიან დიდი.